საქართველოს პრემიერ-მინისტრი უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერს შეხვდა. დღესვე შეხვდება ქვეყნის პრეზიდენტს. მანამდე გაიმართა ეკონომიკის თანამშრომლობის მთავრობათა შორისი კომისიის მიათესხდომა. ეკონომიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებით საქართველოსა და უზბეკეთის მთავრობათშორისი კომისიის შეხვედრაზე ყოფნა ჩემთვის დიდი პატივია. საქართველოსა და უზბეკეთს შორის მეგობრობის ხანგრძლივი ისტორია გვაქვს. ჩვენ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გასაძლიერებლად ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათშორისი კომისია უმნიშვნელოვანესი პლატფორმაა. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ დღევანდელი შეხვედრა ჩვენს პარტნიორობაში კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, რაც ყველა მნიშვნელოვან ნაწილს გააძლიერებს. მათ შორისაა ორმხრივი ვაჭრობა, რაც შეეხება გამოწვევებს, ჩვენს ქვეყნებს ბევრი გასაკეთებელი, რათა კოლაბორაციის გზით გაძლიერდეს ეკონომიკა. მოხარული ვართ ამ დარბაზში ვიხილოთ საქართველოს ასეთი წარმომადგენლობითი დელეგაცია. უზბეკეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანია. არსებული რეალობა, არასტაბილურობა და მსოფლიოში სწრაფად ცვალებადი ვითარება გვარწმუნებს, რომ დღეს მნიშვნელოვანია ერთმანეთთან მჭიდრო კოორდინაცია. მოხარულები ვართ, რომ საქართველო, რომელსაც ჩვენ მეგობრად ვთვლით, აქტიურად ვითარდება ყველა მიმართულებით და გამოხატავს მკაფიო მისწრაფებას გააღრმავოს ურთიერთობები უზბეკეთთან. ჩვენ დიდი შესაძლებლობები და პერსპექტივები გვაქვს ვითანამშრომლოთ სავაჭრო-ეკონომიკურ, საწარმო-ინდუსტრიულ, ტრანსპორტის, კულტურულ, ჰუმანიტარულ და ბევრ სფეროში. ჩვენი მხრიდან შეგვიძლია საქართველოში გავზარდოთ სხვადასხვა პროდუქციის ექსპორტი და მივიღოთ მრავალფეროვანი პროდუქცია საქართველოდან. შევთანხმდით თბილისში უზბეკეთის სავაჭრო სახლის შექმნაზე და შოურუმის გახსნაზე ბათუმში. ჩვენ მზად ვართ ანალოგიური გავაკეთოთ უზბეკეთში. ვთანამშრომლობთ წარმოების სფეროშიც. საქართველოში 180 უზბეკური კომპანიაა. დავეხმარებით ქართულ კომპანიებსაც იმისთვის, რომ საწარმო-ინდუსტრიულ სფეროში ჩვენი ურთიერთობები განვითარდეს. შეგვიძლია შევქმნათ ერთობლივი კომპანიები. გაერთიანებული ძალებით შეგვიძლია აგროპროექტები ავამუშაოთ. დღეს ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას, რომელიც სოფლის მეურნეობაში თანამშრომლობის გაღრმავებას ემსახურება. კიდევ ერთი სტრატეგიული მიმართულება ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის სფეროში თანამშრომლობა. დიდი აბრეშუმის გზის დროს საქართველოსა და უზბეკეთს მნიშვნელოვანი ადგილი ეკავათ. ტვირთბრუნვისა და გადაზიდვების განვითარებაში ერთობლივად უნდა ვითანამშრომლოთ.